გადავერთოთ ამერიკის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ის შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გამო. Facebook პოსტისთვის ჟურნალისტ ვახოს ანაიას ორკვირიან ადმინისტრაციულ პატიმრობაზე შეკითხვის პასუხად საელჩო რადიო თავისუფლებას პასუხობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და ამერიკის შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას. ეს სიტყვა ცენზურა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და პრეზიდენტისგან, თუკი ოლიგარქი ამ დრომდე საზრდოობდა იმედით და ასაზრდოობდა თავის გარემოცვას, რომ პირადად ტრამპთან ის იპოვიდა საკომუნიკაციო არხებს და თავის გადასარჩენად ურთიერთობებს ახალი ფურცლიდან დაიწყებდა. ახლა ეს იმედი ძალიან შორეულ პერსპექტივაშიც გაბუნდოვანდა. სალომე ლაბაძე შემოგვიერთდება ამ საკითხით. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში ქართულმა ოცნებამ როგორც ჩანს კიდევ ერთი წითელი ხაზი გადალახა. ეს წითელი ხაზი კი აღმოჩნდა სწორედ ცენზურის სამმართველოს დაფუძნება, რომელსაც შედეგად უკვე მოჰყვა სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო, ანუ სიტყვის გამო ათეულობით მოქალაქის დაჯარიმება. ეს შემდეგ გაგრძელდა ამავე საფუძვლით ვახოს ანაიას და გიორგი ახობაძის დაკავებით და გრძელდება ახლაც, როცა ქუჩაში ბანერებზე დატანილი ტექსტების გამოდევნის რეჟიმი მოქალაქეებს, რაც ასევე არ დარჩენილა პარტნიორების ყურადღების მიღმა. სწორედ ამ პროცესს გამოეხმაურა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო და დაწერა, რომ საქმე გვაქვს არა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლასთან, როგორადაც ცდილობს ამ პროცესის გასაღებას ივანიშვილის პარტია, არამედ ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ეს კი უნდა აღნიშნოთ, რომ პრობლემა იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, თუმცა განსაკუთრებულ პრობლემად ივანიშვილის პარტიას ეს ექცევა ტრამპის ხელისუფლების პირობებში, რადგან ამ ადმინისტრაციის მთავარი აქცენტი არის სწორედ ცენზურის მიუღებობაზე, რაც რომ ასეა, ამას მაყურებელი ჩვენს სიუჟეტშიც ნახავს, რომ გამოვლინდა არაერთ გზის, მათ შორის ეს ჩანს ტრამპის გაპრეზიდენტების პირველივე დღიდან. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დაუყოვნებლივ შეაჩერებს მთავრობის ყველა ცენზურას და ამერიკაში სიტყვის თავისუფლებას დააბრუნებს. ცენზურასთან ბრძოლა ინაუგურაციის დღის მხოლოდ გზავნილი არ ყოფილა. განცხადებას დაუყოვნებლივ მოქმედებას მოჰყვა და პრეზიდენტობის პირველივე წუთებში დონალდ ტრამპმა ხელი შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა. ანუ შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც სიტყვის თავისუფლება უმაღლეს ღირებულებადაა გამოცხადებული და კონსტიტუციით დაცული, ტრამპის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ მას დამატებითი მექანიზმებითაც სჭირდებოდა დაცვა, მათ შორის სოციალურ მედიაში. საქართველოში კი ქართული ოცნება სწორედ სოციალურ მედიას მიადგა და ახლა აქ წამოიწყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ეს მხოლოდ კრიტიკოსების შეფასება აღარ არის. პროცესი, რომელსაც ვახოს ანაიას დაკავებაც მოჰყვა, ვაშინგტონის შეშფოთებასაც იწვევს. შეფასება შტატების საელჩომ გაავრცელა. კრიტიკული პოსტების გამო მოქალაქეების დასჯას, რასაც სპეციალური სამმართველო უკვე ორ თვეზე მეტია აკეთებს, ერთი სიტყვით, თუმცა მკაფიოდ საელჩო პირდაპირ ცენზურას უწოდებს. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი. ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურას და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. გამოდის ქართულ ოცნებას პარტნიორების მოტყუება არ გამოუვიდა. სპეციალური სამმართველო რეჟიმმა სიძულვილთან ბრძოლის სახელით აამოქმედა, თუმცა მიზანი რომ ოპონენტების გაჩუმება და დანარჩენი საზოგადოების შეშინებაა. რთულად გამოსაცნობი არ აღმოჩნდა ვაშინგტონისთვის, მით უმეტეს ტრამპის ხელისუფლებისთვის, რომელმაც იმისთვის რომ ცენზურა გამოერიცხა, მმართველობა საკუთარი თავის შეზღუდვით დაიწყო. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი ნოუ-ჰაუ არ არის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის ყველა ქვეყანა ერთის უკვე ამას და გაცილებით უფრო რთული ფორმები და გაცილებით უფრო რადიკალური ფორმები ვიდრე ჩვენთან არის. აქ კიდეც რომ დაუჯერონ თენგიზ შარმანაშვილს, ანუ დაიჯერონ, რომ ოცნებაც მხოლოდ სიძულვილს ებრძვის, როგორც ევროპის ზოგიერთი ქვეყანა. ივანიშვილის რეჟიმს ეს ვაშინგტონთან თავის მარცხლებისთვის მაინც არ გამოადგება. საქმე ისაა, რომ ტრამპის მთავრობა ევროკავშირს სწორედ ამ ნიშნით აკრიტიკებს,
ყველაზე ცნობილი გზავნილი JD Vance ეკუთვნის მიუნხენის კონფერენციიდან. დემოკრატულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით. და ამ გზავნილს კარგად იცნობს ივანიშვილის პარტიაც. ყველა კრიტიკულ განცხადებაში, რომელიც რეჟიმმა ამერიკიდან მიიღო, სწორედ ვიცე-პრეზიდენტის ეს სიტყვებია გამოყენებული. თუმცა გაფრთხილების მრავალჯერ გამეორების მიუხედავად, რეჟიმმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ცენზურისთვის ცალკე სტრუქტურაც კი ჩამოაყალიბა. შეერთებული შტატების საელჩოს ბოლო განცხადებამ ძალიან ცალსახად დაგვანახა, თუ რამდენად აცდენილია ერთმანეთს შეერთებული შტატების მიმდინარე ადმინისტრაციის და ქართული ოცნების ფუნდამენტური ფასეულობები. ცენზურა, ადამიანების დაჭერა სიტყვის თავისუფლების გამოყენებისთვის სრულიად მიუღებელი არის ამ ადმინისტრაციისთვის, რაც არაერთხელ გააჟღერა მათ შორის JD Vance-მა და რაც ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ვინც კი თვალს ადევნებს შეერთებული შტატების პოლიტიკას და ცალსახა ხდება ის ტყუილი, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ამ პირობებში აქვს თუ არა ივანიშვილს ტრამპთან დაალგების შანსი. განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას გაუგზავნა, საელჩო იმეორებს, რომ ამერიკა საქართველოში ინვესტიციას მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობის შემთხვევაში დაუშვებს. ამისკენ გზა კი ოპოზიციის გათავისუფლებაზე გადის პოლიტიკური დევნისგან. უკვე მერამდენე გზის ტრამპის ადმინისტრაცია აფრთხილებს ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ამ დანაშაულებებს ესე მშრალად ვერ გაივლის ბიძინა ივანიშვილი და მისი ანტიქართული გუნდი. ამიტომაც ცხადია, რომ ეს გაფრთხილებები დიდხანს არ გაგრძელდება და ივანიშვილს მოუწევს თავისი ქცევის პატერნის შეცვლა. ამერიკის კონსტიტუციას აქვს პირველი დამატება. ეს პირველი დამატება არის გამოხატვის თავისუფლებას. და ეს დამატება ამბობს, რომ ამერიკის მთავარ საკანონმდებლო კონგრესს არ აქვს უფლება, რომ მიიღოს რაიმე კანონი, რომელიც შეზღუდავს ამერიკის მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას. ამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის გამოხატვის თავისუფლება. ვერაფერს ვერ დაალაგებენ და მაგას რავი იძახით ამდენი თვია რომ ვერ დაალაგებენ, თქო გამორიცხული დაალაგებენ. არ დალაგდება ეგრე. ხაჯებთან არ დალაგდებიან. შეერთებული შტატების ინტერესებს სჭირდება ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც არის სტაბილური და განჭვრეტადი. და ოცნების საქციელი, მისი ძალადობა, მისი რეპრესია, მისი ეს აბსოლუტურად გაუგონარი ანტიკონსტიტუციური ქცევა ამ სტაბილურობას ძირს უთხრის და ასევე აზიანებს შეერთებული შტატების ინტერესებს. კრიტიკული გზავნილის შემდეგ ოცნების საგარეო უწყება სავარაუდოდ შტატების საელჩოსთან კომუნიკაციას გეგმავს. ანუ პროცესში მაკა ბოჭორიშვილი ჩაერთვება, რომელმაც ამერიკელები უნდა დაარწმუნოს, რომ საქმე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავად უნდა მოემზადოს ამ კითხვაზე პასუხისთვის. რატომ უნდა აღიზიანებდეს ჩვენს მოკავშირეებს სიტყვის თავისუფლება? ჩვენ ხომ ბოლოს და ბოლოს დემოკრატიები ვართ.